გელხასაიამ საქალაქო სასამართლო რამდენიმე წუთის წინ დატოვა, არადა ის დღეს დილის 11 საათიდან იზოლატორიდან გადაიყვანეს და სწორედ ელოდებოდა საკუთარი პროცესის ჩანიშვნას. მოსამართლე თეთრაულს დაწერილი ჰქონდა უკვე მისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და დაახლოებით პირველი საათისთვის ველოდებოდით, რომ პროცესი დაიწყებოდა, თუმცა გელხასაიას დაკავების 48 საათიანი ვადა ამოიწურა, ამიტომ პოლიციელებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ რამენაირად ის გაეთავისუფლებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ დამატებით დროსის პატიმრობაში ვეღარ გაატარებდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაბნეულობა, როგორც გელხასაია პირველებთან საუბარში იხსენებს, რადგან პოლიციელებს არ ჰქონდათ ხელწერილის ფურცელი, ცდილობდნენ, რომ რამენაირად მოეგვარებინათ ეს ბიუროკრატიული საკითხი საიმისოდ, რომ პრობლემა არ შექმნოდათ და საბოლოო ჯამში გელხასაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით მისი სასამართლო პროცესი მაინც შეინიშნება, რადგან მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ კი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა ესეც სასაცილოა გამომდინარე იქიდან, რომ გელხასაიას დაკავებას მაყურებელი პირდაპირ ეთერში უყურებდა და ამ კადრებში ძალიან ნაცვლად ისმის, რომ ხასაია წინააღმდეგობას პოლიციელებს არ უწევდა, ის მიყვებოდა მაშინ, როდესაც მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს და არც მაშინ უწევდა წინააღმდეგობას, როცა მისი ზედაპირული დათვალიერება ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადაწყვეტილი, მხოლოდ და მხოლოდ ჩხეკაზე თქვა უარი, რაც ისედაც კანონთან შეუსაბამო იყო. ველოდებოდი პროცესის დაწყებას, შემდეგ უცებ რაღაცნაირი დაბნეულობა ატყდა პოლიციელებში, მეთქი რა ხდება. ეძებდნენ რაღაც ფურცალს, თან არც მეუბნებოდნენ რა ფურცალს ეძებდნენ, მე მითხრეს რომ ხელწერილით უნდა გამოგიშვათო, მაგრამ ხელწერილის ფურცელი არ გვაქვსო. შემდეგ მითხრეს რომ ჩემი მოწმე პოლიციელი თუ დამკავებელი შეუძლოდარი და ვერ მოდის და ფურცელი მას აქვს, მეთქი რა ვქნათ, საიდან მოვიტანოთ ფურცელი. და ამ ფურცელის ლოდინში ვიყავით კიდე რამდენიმე ხანი და შემდეგ უკვე გადაწყვიტეს, რომ ადვოკატი მოვაწერდა ხელს და მე ვიყავი თავისუფალი, იმიტომ რომ ჩემი 48 საათი უკვე გასული იყო. ხელწერილი ვერ დაწერეს და მითხრეს, რომ წადით და ადვოკატი მოვაწერს ხელს და მეც ისე მშვიდად წამოვედი. სანამ ბევრი ერთად მოვიდოდნენ და მეტყოდნენ, რომ ჩანთა უნდა გამეხსნა, მანამდე ერთ-ერთმა პოლიციელმა დამიძახა სახელით, ბატონო გელა, თუ შეიძლება გაჩერდით. და იმ ადამიანმა თუ იცოდა ჩემი სახელი, ძალიან მარტივი იყო, რომ გაიგო გვარიც. თან ეს ადამიანი მე სახეზეც მეცნობდა და ბევრჯერ მქონია კომუნიკაცია და ეგ არის სრული სისულელი, რომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი, ძალიან კარგადაც იცოდნენ, იმიტომ რომ სახელით მომმართეს. ამის დათვალიერება გვინდაო და მე ვაძლევდი ჩემი ხელით ჩანთას აიღე და დაათვალიერეთ, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ჩხრეკაში მონაწილეობას არ მივიღებდი და ჩემი ხელით არ ამოვალაგებდი ჩემს ნივთებს, იმიტომ რომ ამის არანაირი საბაბი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში გავიდა 48 საათიანი ვადა და უბრალოდ არ შეეძლოთ, მეტი ხანი დაეყოვნებიათ, მე არ ვიცი რატო ვერ მოასწრეს საქმის შემოტანა, თუმცა სახელმწიფო ბოლომდე გამოიყენა ის 48 საათი დროებით მოთავსების იზოლატორში და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გელა გაუშვეს, გელხასაია და ამ წუთას ის თავისუფალია და ველოდებით პროცესის ჩანიშვნის შესახებ გაგვაგებინოთ. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, ამ შემთხვევაში არის 173 მუხლი ეგრეთ წოდებული კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, თუმცა რეალურად ადგილი არ ქონია. დღეს ბოლომდე ამოიწურება 48 საათიანი ვადა ლუკა კინწურაშვილის პატიმრობისაც და მისი გადმოყვანაც მოუწევთ საქალაქო სასამართლოში ან ხელწერილით გათავისუფლება. ეს არის აქტივისტი, რომელიც დააკავეს ვაჟა-ფშაველაძე მაშინ, როდესაც მისი ჩხრეკას ახორციელებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ლუკა კინწურაშვილის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა ჯერ თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, შემდეგ კი რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში განხორციელდა.